და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც უგზავნიან მიმართვაში ასახული იქნება ის პროცესები, რასაც ბოლო პერიოდში ოპოზიციის თქმით ხელისუფლება უკანონოდ ახორციელებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს, აცხადებენ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები. მომავალ პარასკევს ოპოზიციონერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად შეხვდებიან. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა ხვალ სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდეს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და დაგმობენ სანდრო გირგულიანის საპროტესტო ფაქტს. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია ძალზე პოზიტიური ფუნქცია და როლი შეასრულოს ამ პროცესების შეჩერებაში, ხოლო ჩვენის მხრივ, ჩვენი კოორდინირებული მოქმედებით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს მომავალში აღარ შეექმნათ საფრთხე. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საქართველო ყალიბდება უსამართლო ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის მიმართ ყოველგვარ ტოლერანტობას მოკლებულ ქვეყნად. რაც მოსახლეობაში ბადებს იმედგაცრუებისა და უსამართლობის განცდას და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებრიობაც ჩავრთოთ ამ პროცესში და მათ მოვახსენოთ სიმართლე. საერთაშორისო საზოგადოებრიობა პრაქტიკულად ერთადერთია, რასაც ჯერ კიდევ ყურს უგდებს ჩვენი მურვანყრუების ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლება ყრუა საკუთარი ხალხის მიმართ, მაგრამ იძულებულია ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას. ამიტომ ავირჩიოთ ჩვენ ეს გზა, რომ ხვალ მიტინგი კანცელარიის წინ 4 საათზე და შემდეგ მიმართვა და შეხვედრა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან. სააკაშვილის ხელისუფლება თავზე დაგვასვა გარკვეულმა საერთაშორისო ძალებმა, რომლებიც იწოდებიან ჩვენს მეგობრებად, მაგრამ მათმა საქმიანობამ არ მოიტანა მთლად პოზიტიური შედეგები ჩვენი ხალხისათვის. ამიტომ სააკაშვილის რეკომენდატორებთანაც წავა წერილი მათი კანდიდატურის შაუბნელ საქმიანობას. დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საერთაშორისო აზრის მობილიზება ყველა იმ პრობლემებთან და ყველა იმ პრობლემების გარშემო, რომელიც ქვეყანაშია, განსაკუთრებით დემოკრატიის წინაშე არსებული პრობლემების გარშემო ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ყველა ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო ეს საერთაშორისო სამთავრობოთა შორისო თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისა, იყო ცალსახად ნეგატიური საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ესე ცალ-ცალკე აღებული დოკუმენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს ოპოზიციური ძალების ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.